მე ნინო მიხელის-სასულთო-მხარზე ვარ რეზერვის ოფიცერი 2004 წლიდან და ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი. ეხლა ვიმყოფები ბატონი ბიზინა ივანიშვილის რეზიდენციაში. ვარ 48 წლის, 48 წლის ასაკამდე მე ხმა არ მიმიცია საერთოდ არავისთვის. პირველი ჩემ ცხოვრებაში ეს მოხდა ბატონ ბიზინა ივანიშვილის მიმეცი ხმა და მთელი საქართველოს მასშტაბით მე იმიტომ კი არ ვძებდი რომ საქართველოს და ხალხს ამოესუნთქა, ვინაიდან ეს ჩემ მოვალეობაში შედის და ასევე ჩემი ოჯახის გადასარჩენად. ვინაიდან მე ვარ დაზარალებული იმიტომ ვარ, რომ ჩემი ოჯახი ცხოვრობდა უნივერსიტეტის ქუჩა ნომერი 2A, სადაც იყო თავდაცვის სამინისტროს კადრები, თავს მსახურობდი იქ ომის შემდეგ. მე ომში ვიყავი 1992-93 წლებში, დაჭერილიც ვარ, კონტუზირებული, 3 ასკოპა თავში მაქვს და არანაირ დაფასება ჩვენ არ მიგვიღია, არც ედვარდ შევარდნაძის დროს. ყალბი ვეტერნები გაბერილი იყო თურმე სიები და მე ეს არ ვიცოდი, რა თქმა უნდა, სანამ არ დავიწყე სამსახური თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტში. იქ მე მუშაობდი და ჩემ ხელში გადიოდა ყალბის საბუთები. 80,000 ვეტერანი ხალხო საქართველოს არ აყავს. არც 70,000 ყავს, არც 60,000, 150,000, 150,000, 120,000 და ჩამოვდივარ კიდევ. ვეტერნები რომ იყვნენ, დღეს მარტო არ მიქნებოდი. და მარტო მე არა ვარ გაჭირებული, ხა მე არა მაქვს ინვალიდები ვინც არიან, დღეს ჩვენ დაგვეყოფა სხვათა შორის ერთი ისა რა ქვია მეომარი იმის გამო რომ ესეთი დისკრიმინაციაში ვარ და ღირსება შელახულები ვარ ნამდვილი ვეტერნები. კაკებეს იქ არ უბრძოლია, კეთილი როგორ მანდატები დადონ და მე ბოლომდე ვებრძოლები და არ შევეწირები ამას, თორე ღმერთი ჩემ მხარეს არის. ეხლა რა ხდება? მე 2005 წლის 15 დეკემბერს ირაკლი ოქრუაშვილმა და ალექსანდრე სუხიტაშვილმა გამოყარა ქუჩაში დაგვარბია, იმიტომ რომ მას არ მოეწონა მე რომ ხმა ავიმაღლე ამ ყალბი ვეტერნების გაყალბებული საბუთების წინააღმდეგ მოგმართავ თელს მსოფლიოს ყველა ემიგრანტებს, რომ ძალიან რთული სიტუაცია საქართველოს გაყინული ვარ, მოყინული ვარ, რვაში გამოგვაგდეს ეხლა ბოლომდე 4 ჯერ ვარ დარბეული სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან 4 ჯერ 5-ში გავედი მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით და 8-ში მე-5-ზე დაგვარბიეს უკვე ბატონ ბიზინა ივანიშვილის სპარო მიმეცი. აქ ეხლა რა ხდება? აქაც არიან ისეთები, რომლებიც ნაციონალი მიწოდეს. მე ეს დიდი შეურაცხყოფა ზოგიერთმა დაცვის თანამშრომელს, ზოგმა ჩაიჩება თავაზე და საჭმელის, მაგრამ მე რო აქ ვარ ამდენი ხანი, კი ბატონო, სწორად მაინც მიიტანი იქ ბატონ ბიზინასთან ამბავი, ხო? დღეს მომძანა ბატონი ბიზინა უკვე 9-9-დან, ესე იგი 8-დან ვართ ქუჩაში, ღია სისხლში, ხინვაში, 8-9-დან ვართ აი აქ. ყველა ინსტანციას მიმართენ. იყარი გენპროკურორთან, საშიშროების შეტანილი მაქვს. გენპროკურორმა მითხრა, რომ 2 წელი მასაძე აი ბარნოვის ორნომეში ვიყავი, სადაც გაყალბებულია საჯარო რეესტრი. მაგრამ 2 წელი კი არა, რომ დაგვესწრეთ თავს ხუთში, როგორც კი გავედი მიხეილ სააკაშვილის გადასაყენებლად, ასე რომ საწინააღმდეგოდ, ეგრევე დამარბიეს 8-ში, ვინაიდან ისევ იგივე პოლიციელები არიან, ისევ იგივე პროკურორები არიან, აბსოლუტურად არაფერი გადანაცვლებულები არიან, მარტო უფრო დაჟილდოებულები და დავით ჭერნიშვილმა გიჟი მიწოდა, ჩემშვილს ინვალიდი უწოდა და მაგის მას არ მივიღებთ, ნუ რა ვიცი, ძალიან დიდი შეურაცხყოფები მივიღეთ ჩვენ პოლიციისგან და სამართალდამცავი, იმიტომ რა თქმა უნდა ზოგიერთების გამოკლებით. პატრული აი აქ დადის, კითხულობს, ყურადღებას გვაქცევს, არ ვიცი, ჯერჯერობით ცუდი არაფერი უკადრებია პატრულს ჯერჯერობით. პირიქით პატრიუქსებს ჯერჯერობით ვამბობ, მაგრამ საქართველო არის არეული, თბილისში საცუდო განუკითხაობა, ხალხი მოდის აქ და ყველა იცახის ბიზნესს, იმიტომ რომ ვინც ხმა მიცა. მე ვინაიდან ხმა მივეცი და ამაყაცო რა მოსული, იმიტომ რომ საწავი და წასასვლელი არ ვარ 7 სული, მყავს 2 მცირეწლოვანი შვილი. სად წავიყვანო ეს ბავშვები? მომიძნენ ჯანდაცვი და ბატონ ბიზნესს ვესაუბრე, გადმოვიდა დღეს, მესამე ღამეა უკვე რასაც ამეს ვაცებ და მე უთხარი მას სიტყვა რას იყო საქმე, მან შემბიდა რა, რომ ეხლა დროებით ხალხო სიცივია გაიყინებით აქ სოდვები ხართ, დაავალა დაცვას არ ზორი ქვია, როგორც ვიცი, გვარი არ ვიცი და მე ვთქარ მე მინდა თქვენთან მქონდეს კონტაქტი ბატონო ბიზინა, ასე მითხრა რომ ის არა 20-ში იქნება თქვენი
ვეტერანთა შეკრება, თუხნილობა და მე იმედია კარგად გამოვალ იქ და ალბათ არ ეწყინება ვაივეტერნებს, ყალბეტერნებს და თუ ეწყირებათ სიცხალი დალიონ. და ისა რა ქვია, დაავალა დაცვას, რომ ყველა სამინისტროებში გადარეკეთ, რომ ხალხი არ იყოს ქუჩაში. მე არა ვარ მარტო კაცო, ჩემი შვილი ტაქსის ფულს იხდის, უფროსი ბიჭი ტაქსაობს და ქუჩაში ძინავს ტაქსში და ესო მოვიდნენ ჯანდაცვის სამინისტრო და პანსიონში უნდა წაგიყვანოთო იმაში სადღაც თემქაზე, როდესაც ჩვენ ვღებულობთ იმას რა ქვია, დახმარებას იმიდან საბურთალოდან და ეხლა რატომაც არა ვერ გამიგე და რატომაც ვერ უნდა ვიცხოვრო მე საქართველოში ისეთი შეურაცხყოფები გადმოარტყეს იქ არის მინისტრის მოადგილე იყო სერგეენკოვს მე პირდაპირ ვეუბნები მე არა ვარ ვიღაცა და მათხოვარი და კეთილი ინებე და ისეთ ადგილზე შეგვიყვანე რომ მე ჩემი შვილმომავალი მე ჩემი შვილი თუ გარეთ დაწვა უფროსი შვილი რა განვასხოვო შვილები ვინმე განასხოვებს შვილებს დროებითო თქვა სანამ გამოიძიება ეს საქმე ყველაფერი ბატონმა ბიზინამ ეს თქვა მაგრამ მოვიდა რაღაცნაირად აგრესიულად ეს დაცვა ეს აზორიფია თუ არ ვიცი მოგცემსო ტელეფონის ნომერსო თავის ნომერსო არც ტელეფონი არ მოქვს არაფერი მე უნდა გადავრეკო და ხო ეხლა რა ხდება მე უნდა მომეტანა აქ 3 დღის შემდეგ ბატონ ბიზინასთან აი საჩივრის ასლი რაც იყო და ეხლა აქ საჩივარს და იმას ვერ ნახავ რა მდგომარეობა აქ ჩემი მასში ხო და ნუ ეთქობა რომ დაცვა არ ასრულებს მის იმას არ ემორჩილება ესე იგი ესე გამოდის ანუ სასტუმრო ჯერ ესე თქვა და სასტუმრო კი არა და ისა რა ქვია ხა შვილი თუ ვერ დავაწვინე მე და ქუჩაში მეყოლა რაღა აზრია მაშინ მაგ გავიყინო მე შემია მაშინ მე ვარ შემტევი მე ვარ ნაომარი ქალი მე უკან არ დავიხებ ეხლა თუ სასიკვდილო ვარ ღმერთის გადასაწყვეტი ეს არავის გადასაწყვეტი არ არის ხალხო ძალიან დიდი ბოდიში ყველას მოგმართავთ ბიზნესმენები ხართ ვინმე ხართ საზღვარგარეთ არ გეგონოთ დალაგებული ამ ქვეყანა აქ არის საშინელი მდგომარეობა მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმიტომ რომ სამართალ დაცვა რასაც ქვია სამართლის აღდგენა და ასევე არ მომწონს ეს მთავრობა არ მომწონს ეს მთავრობა ვინც არიან თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასადია შენ კი არ უნდა დაესვი ბატონ ბიზნა ივანიშვილს მე უნდა დავესვი მე იმიტომ რომ მე ვიცვალე მე ვიყავი აფხაზეთის ომში მე ვარ იმ ყალბის სამართების მადევარი და იმიტომ კი არა ამბიცია ზუსტადაც რომ აწუხებს შენ რომ ყალბი გაკეთებული ეს ბატონი ირაკლი ალასადია და იქ რომ მოგწერე Facebook-ზე და ნინო შენ ხარ ნინო შენ ვარ კი არა შენ უნდა იყო აქ მოსული და შენ უნდა გავდა ჯანდაცვის სამინისტროზე უნდა თუ გადაცემა ვეტერნების რა მინდა მე ჯანდაცვის სამინისტრო თუ მინდა ავარ და ეგრე ვეტერანთა იმაში თუ დასაწოლი ვარ გადავისხავ გადასა გიჟი კი არა ვარ მე და ისა რა ქვია ეს ზოგიერთი განოთებული ვარ ლოთი ვინც არის წაიყვანა ბატონო იმაზე 100 წლის კლინიკაში ასაღაცა და იქ უკურნალობ ხო და მე კიდევ სამსახურზე მითხრა დაგაბრუნებო ყველაფერი მაგრამ აქ ეთყობა რომ დასვის უფროსი ცოტა არის მე ალბათ რაღაც სხვანაირად აკეთებენ საქმეებს იმიტომ რომ ჩემი თვალს მაგ ნაყოლებს დღეს ქალბატონი იყო მოსული მე ყველა მეწოდება იყო მოსული ქალბატონი შიგნით ვიღაცა წერილი გადაცა და ადგა ერთმა დასვამ 10 რიცხვში როდის იყო 10 რიცხვში ძალიან უზრდელი იყო ის დასვისისა და შიგნით შევიდა და გამოართვა ჩუვარ და ეს კარი გახარებული მიდიოდა ხალხო მე ვარ ხალხის გულის ტკივილი მე ვარ ხალხის არიან ერთეულები რა თქმა უნდა ჩემნაირებით მარტომი არა ვარ ეხლა მე სახელდაგვარებს არ ვიყვრა არის ხალხი აქ ამოვიდა გაჭირებული ხალხი იმიტომ ამოდის რომ დაეხმარონ თუ სამართალი არ აღდგება თუ პროკურორები არ გაიწმინდებიან და არ წავლენ ან ციხეში და ან იმაში და ან სახლებში არ დაბრძანდებიან და სხვები არ შეჭრან ნამდვილი პატრიოტსანი ხართ თუნდაც ისა რა ქვია ჩვენი სამინისტრო თავდაცვის სამინისტროში უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ არა იმაზე მე კადრის ოფიცერი რო ვიყავი და წინ არ გაგიშვება დიმალეჟა რომ მეუბნებოდა და არ გაგახარებო და კოტე მუმლაზე კიდე არა მე პირდაპირ თავდაცვის მინისტრობას მოვითხოვ ბატონო ბიზინა უკვე ძალიან დიდი ბოდიში თქვენ აქ ცოტა ხანი იძეკით რაღაც 15 წუთი კი 15 წუთი იძეკით და გაიყინეთ მაგრამ აბა გაშედით ერთი როგორია გაჭრება ნაომარი პატრიოტი ხალის მე სისხლი მაცხრი რომ ნათხევი მაგ დაჭრილი ვარ ხარი ირაკლი ოქროშვილი კიდე ციხეში უკარში ატრიალეთ ჯობია თორე მე ისე ვარ გამწარებული მე მაგას არ დავზოგავ მან პირველი მან გამომიტარა 2005 წლის 15 დეკემბერში მან და მიხეილ სააკაშვილმა ვინაიდან სააკაშვილი ერთ ციხეში გასაშვები გენპროკურორო არჩილ კბილაშვილო მოგმართა თუ არ შეგიძლია გენპროკურორობა გადადიქი ჯობია იმიტომ რომ თუ ვერ იძლევ მაგ საქმეს რა შეიქნა რომ ერთოთახიანი ბინა მე ეხლა დროებით მაინც თუ არა და იმ ბინაში შემიყვალ სადაც მე რა იკაბიძეს წყვიაწამალი ქონდა შეტანილი და ხუთიანები რო აქვს მოხარზულები კარგად რა ქვია ნაციონალურ პოზიციში რო უზრებოდნენ და იქ ის ბინა ხო თავისუფალია ამერიკაში ყოფილა გაქცეული ბაჩანახალა ეს ყოფილა
კადრი მოყვანილი ვერა პიკაბიცე ყოფა ღურსკაია რომელიც შემშვის პადვაში მიკრავდა უფროსშვის თავდაც სამისოში სადაც თეთრაზე მოკლეს და აწამეს და მერე გაიტანეს ციხეში ეს ყველაფერი ვერ ვლაპარაკობ ეხლა მოყინული ვარ მაგრამ ბოლომდე ბრძოლობ ხალხო თუ კი დამიდგებით მოდით აქ ამოდით ხალხო რომ გავაგებინოთ ამ ადამიანს ეხლა რა თქმა უნდა მე ვიღაც დასვის იმან ისა შეთან მოიტანე რა გინდა შენ კაცი სხვას მეუბნება ბატონმა ვიცი და სხვა რაღაცა თქვა და ეხლა ის დასვის უფროსი სხვა რაღაცას მეუბნება და თან ისეთი წვით ჩამოშვებული მოდის შემთან როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ხო გულმოსული მოვიდა ვითომ ვალი მქონდეს მე აქ პოლიციის კი არა ვარ მოსული და შეურაცხყოფას მომაყენა ზოგიერთმა იმას ფული გინდაო ფული მინდა ფული როგორ არ მინდა მე მინდა ჩემი ზარალი რომელიც 2 მილიარდზე მეტია სიცოცხლე არის შეუფასებელი ჩემი შვილების სიცოცხლე რომელიც დამიღუპეს სიცოცხლის უფლება წამარჩეს მე და ამიტომ მე ვითხოვ იმ ირაკლი ოქროაშვილისგან იმ ირაკლი ალასანიასგან მე რო ყალბის საფუძები 2020 წელს მივეცი ხელში და სადღეში რომ დამიბრუნდა და ჩუჩუნინო გაჩერდიო და მე ის მინდა თავდაცვის მინისტრად არ მინდა თავდაცვის მინისტრად ეს სერგეენკო ვინ არის კიდევ არა ვინ არის სერგეენკო ვინ არის ეს ხუხაშვილი რომ გამოდიან ეს ბლატაური რაღაცის ლაპარაკი არ მომწონს ნამდვილად მე მიხეილ სააკაშვილის ისა მოწინააღმდეგე ვარ, იმიტომ რომ ის მე გადამევტერა და გადამიერა კატოკივით 2012 წლის და წინააღმდეგობის მოძრაობა შემიფარა მე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა მე თავის ჯიბიდან მიხდიდა მე გოგო ფულს და ასე მითხრა აკო ბევრი ქონია ირმა ინაშვილის ფულიო არა გენაცვალე ჯანდაცვის სამინისტრო კარგად შეხედეთ ირმა ინაშვილის მოგზაურებულად დადის და ნურავი ნულანძღავს კიდევ ნუს ბატონო ხუხავშვილო მე კარგად მოგწერე Facebook-ზე თავი დაანებე წინააღმდეგობის მოძრაობას მან პატრიოტი ხალხია ხებრონის ნაწილის იბრძოდა ეროვნული გვარდიის ნაწილის იბრძოდა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს ნაწილის იბრძოდა პოლიციის ნაწილის იბრძოდა და კიდევ ერთი არ გამორჩეს იმის კაკებეს გარდა კაკების შეკები იმ გარუბზოლიათ კაკების საერთოდ და ამიტომ დადებით მანდატები ჯობია მე მოვიწყო რომ კომისიის თავმჯდომარეც პირდაპირ ბატონმა ბიზნამ დამსვას ეხლა უნდა სულმე გადაგშურთოს ირაკლი ანასალიამ იმაში რა ქვია სერგეენკოსთან იმას რა ქვია ჯანდაცვის სამინისტროს რამე ჯანდაცვის სამინისტროს და გამოსახულებია რამდენი ვეტერანი ხარ საქართველოს ის არ ვიცით ჩვენ დამსვან კომისიაში და მე თვითონ დამიჯინონ წინ ისა მეომრები ვინ რა არის ვინ რისი სულით სუთხად არის თუ არა ნამყოფი პირდაპირ ვიწვი და დავწერ და შევადგენ ახალ სიას აი ესე მინდა რომ გავაკეთო ვინადა მე ჩავიგდე ის ნახევარწონა ხალხის საფუძვები და არ გავყიდე საქართველოს ვითხოვ ამას საქართველოს საშინელ დღეში თუ ქართულმა ხალხმა საქართველოს მოსახლეობა ვისაც გულის შეგწკივათ თუ არ ამოიღეთ ხმა და თუ არ იქნებით ეგრე იქნებით დაბეჭავებული და ეგრე იქნებით ისა რა ქვია ირფლით იქ იმაში გენპროკურატურაში სანამ არ ვიშევშილე მანამდე გენპროკურორ არ მიმიყო რა ხდება ერთადერთი ბატონი ვახტანგ ხმალაძის ტელეფონი პასუხობს ერთადერთი ვახტანგ ხმალაძეს უდევს Facebook-ზე თავისი ტელეფონის ნომერი რა ქნა სამერთმა კაცმა ვენაცვალებ დიდი მადლობას გიხდივ ჩემო ვახტანგ გაიხარე ღმერთს თუ შვილიშვილებს და ყველაფერი კარგი გქონებოდეს მაგრამ ერთი კაცი ვერაფერს ხდები მე გესაუბრე და რა ვქნა რომ დაგეხმარო ვინო მიცხრა და რა უნდა ქნას და მე ეხლა დღეს არ დამისხია ისა რა ქვია ბატონმა ბიზნამ ის უნდა ქნასო ჩვენ მოვიხანეს რა თქმა უნდა ხალხმა იმიტომ რომ იმედი ჩამესახა მე თორე რაღაცა სხვა გზას მოვზებნიდი ადამიანო ეხლა ამ მდგომარეობაში ყინვაში მაშინ შემაბრუნონ ისეთი დროებით გაყალბებულია მაინც ის საჯარო რეესტრი და იმ ვიწყების იმაში მირჩევნია სადაც ვიყავი რომ ნაციონალმა მიხდეს იმ ნაცფაშისტმა რომ ის მეც ვეღარ გააკეთებს არ შეიძლება ესე კანონი ხონდა კანონებს ბოლოს და ბოლოს კანონი ხონდა როგორ ავტომატებს ჩაგიგდებო ხინჩაგაშვილმა ზაზამქვიაო მე ესე მითხრა ხო და ისინო და დამცინოდნენ ამაზე მეტი დამცირება შეიძლება მოხდეს რომ რომელ ქვეყანაშია რომ ომის ვეტერანი რეზერვის ოფიცერი ქალი ომში ნამყოფი ნამდვილად წინახაზე ნამყოფი ისა გიძგეწყინო და გიძგეწყინოთ რა ქვია დევნილებო ხუთ-ხუთი ბინები გაქვთ გადავჭამეთ აქ იქ ხო შემჭამეთ საერთოდ თქვენი გულისთვის თავები გავწიეთ დავიხოცეთ აქედან თქვენ გიდოდათ ეს ომი და თქვენ დაიწყეთ და ჩვენ რას გვერდით ადამიანო გადავჭამეთ ყველაფერი და მე რატო უნდა გამაგდოს დევნილმა აქედან ჩემი საქართველოსთან და შვილი დაბადებულია ქალაქ მოსკოვში და წაეთრი აქედან ქართველია ქართველმა რატო უნდა წავიდეს კი ბატონო მე დიდი სამოვნებით მიმართავ პუტინს თუ კი წაგვიყვანს დღესვე დავტოვებ საქართველოს
მარტო ჩემი ზარალი მომცენ მე ამას არ ავთხოვს არა გადაიხადოს მიხეილ სააკაშვილმა იქნოს ის გაზულუქებული გიგი უგულავამ მისმა ზონდერებმა აი ზედამხედველმა მას კატოკივით განაგვიარეს მეხუთე დარბება მე ამას აღარ მოვედი რომ მეხუთე მე დამარბებდე და ირაკლი ღარიბაშვილი თუ შინაგან საქმეთა მინისტრია რა ვიცი მე რასაკეთებ აქ შევიდა გამოვიდა გუშინ და მიდის მოდიან და რა კი მაგრამ დაძინებულია სახე უნდა იყოს მისტომილი ყველას მობილური ტელეფონი თვით ბატონი ბიზინა ივანიშვილის მე ესე მინდა რო იყოს და ხალხის მე მგონი განათახმება ამაში დიდი მადლობა ბოდიშით ხალხო